გამარჯობა, მადლობა რომ მომიწვიეთ. Რა თქმა უნდა, ოცნება მოიგებს ყველა იმ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს ისევე როგორც ჩაატარა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ ასე ვთქვათ, წინადადებაში, რომელიც ამ კაცმა თქვა, არის რა თქმა უნდა ეს კოცური ლოგიკა, რომ თუ ვიცხოვროთ მათი წესებით, კი ისინი არასდროს შეეშვებიან ჩვენი ფულის მოპარვას, არასდროს შეეშვებიან საკუთარ ინტერესებში მთელი სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, არასდროს შეეშვებიან ადამიანის უფლებების დარღვევას, ადამიანების შევიწროებას, ისე მოქცევას, როგორც უკვე ექცევიან თვეებია საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვიცხოვროთ მათ დღის წესრიგში, არ ვაპირებთ მივცეთ მათ ლეგიტიმაცია, თუ კი ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან რაიმე სახის არჩევნები თავს მოგვახვიონ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჩატარდა 2024 წელს, ანუ დავების გადაწყვეტის სამართლიანი წესის გარეშე, ასევე იმ საარჩევნო ადმინისტრაციის, რომელსაც ერთხელ უკვე მოიპარა ქართული ხალხის არჩევანი და ასევე იმ მოსამართლეების ხელში, რომლებიც დღეს არაფრის გამოუშიან ადამიანებს პატიმრობას Facebook პოსტებისა და იმ სიტუაციებშიც კი, რომელიც ვიცით, რომ არ მომხდარა, მაგალითად უმანქანო ადამიანებს ურჩიან მანქანით გადაკეტვისთვის 5000 ლარიან ჯარიმებს, ხო ეს სიგიჟეა. სწორედ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ღიად და მტკიცედ უნდა ვთქვა, ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას ამ ხალხთან, ჩვენ არ ვაპირებთ მათთვის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემას და ჩვენ არ ვაპირებთ ვიცხოვროთ მათი დღის წესრიგით. გამორიცხულია, რომ საქართველოს რაღაცნაირად აიტანოს კიდე ეს ყოფა დიდი ხანი. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ დაუთმოთ ქართულ ოცნებას, არ ვაპირებთ დაუთმოთ ჩვენი თავისუფლება, იმიტომ რომ სხვა თავისუფლება არ გაგვაჩნდა. გასაგებია. მოდი გადავიდეთ ახლა უთოს გემდივანთან შეხვედრის საკითხზე. თქვენი პოლიტიკური ჯგუფი არ ესწრებოდა აღნიშნულ უარი თქვით მოკლედ თქვენ შეხვედრაზე და აქ ერთ-ერთი არგუმენტი გავრცელებული განცხადების მიხედვით იყო ის, რომ თქვენი თხოვნაა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომ ისინი იყვნენ თანმიმდევრულები და სამართლიანები. აი რას გულისხმობთ ამაში კონკრეტულად და ამის საპირისპირო დაინახეთ თუ არა წინა დღეებში ჩატარებულ შეხვედრებზე და რის საფუძველზე გაკეთდა ეს ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მართებთ თანმიმდევრულობა, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ლეგიტიმაცია არ აქვს მინიჭებული ამ ხელისუფლებისთვის არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, თუ რა კონტექსტში, რა ვითარებაში ხდება კონკრეტული შეხვედრა, ხო? რა თქმა უნდა, ზოგადად დიპლომატიური შეხვედრები მოგონილია იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეები შეხვდნენ ხოლმე ერთმანეთს. ეს მე ცხოვრებამ და ცივილიზაციამ მოიტანა, რომ ხანმოკავშირეებიც რაღაც ფორმატებს ქმნიან და უფრო ეფექტურად თანამშრომლობენ, თორემ ზოგადად დიპლომატიის ჩანასახი სწორედ ეს იყო, რომ მოწინააღმდეგეები შეხვედროდნენ ერთმანეთს და არაფერი სამარცხვინო, არაფერი ის რაღაც ნერვების მოსაშლელი არ არის იმაში, რომ ხანდახან შეხვედრები ტარდება განსაკუთრებით კონკრეტული დონეზე. ეს შეხვედრები არის საკვები პროპაგანდისთვის, გიორგი, კონკრეტულად ეს შეხვედრები ხელსუშლის არის პრობლემა, რომ აი ამ კონკრეტულ ვითარებას არ ეხმიანება ეს შეხვედრა ადეკვატურად. არ ეხმიანება იმიტომ, რომ იმ ტექსტში, რომელიც ამ კაცმა თქვა, იმ ფორმაში, რომელთაც ჩატარდა შეხვედრა, იმაში, რომ ის არაპირებდა არც ოპოზიციასთან, არც იმ დაჩაგრულ ხალხთან შეხვედრას, ვინც აწამეს, არც მათ ოჯახის წევრებთან, ვინც ციხეშია, ხო? სწორედ აი ამ დამოკიდებულებაში ჩანს ის, რომ ის არ არის გულწრფელი. ასევე იმაში, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ეს კაცი მოსკოვშიც იყო ჩასული და ზუსტად იგივე ტექსტი თქვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რა ტექსტი თქვა, შემდეგ უკვე საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე, ხო, დე-ფაქტო ხელისუფლებას გულისხმობს, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და მნიშვნელოვანია კონტექსტი. განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ უნდა გვესმოს, როდესაც შეხვედრა ტარდება ესეთ ვითარებაში, უნდა აღინიშნოს რატომ მოხდა ეს შეხვედრა და უნდა აღინიშნოს ასევე ის ვითარება, რაც საქართველოში არის. ამის იდეალური მაგალითი ჰქონდა, როცა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი როგორ ფიქრობთ შეიძლება და თუ არა. კი, რა თქმა უნდა, აი ავსტრიის საგარეო მომავალშიც მოგიწევთ ხო თანამშრომლობა. კი, რა თქმა უნდა, მე მგონი ძალიან უთო ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია. კი, უთო არის ძალიან საინტერესო ორგანიზაცია, რომელმაც შეაფასა საქართველოს არჩევნები და თქვა, რომ საზოგადოების ნდობა მთლიანად მოშალა ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა არჩევნებმა, იმიტომ რომ არ მისცა ხელისუფლებამ საშუალება სამართლიანად ჩატარებულიყო და გარდამისა არც იმის საშუალება მისცა გამოძიებულიყო მე ეს დარღვევები, რითიც სამართლიანობა დაირღვა. ეს დასკვნა არის ოფიციალური და წერია იქ ყველაფერი. სწორედ ეს არის სამწუხარო, იმ თავისივე დასკვნიდან გამომდინარე არასწორად მოიქცნენ ამ შემთხვევაში მესვეურები, თუმცა ეს ხდება ხოლმე პოლიტიკაში, ეს არაფერი ამაში საგანგაშო არ არის, ვინაიდან სინამდვილეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენს ხანდახან შეხვედრა მოუწევთ ყველა დიდ ასე ვთქვათ ძალასთან, რომელიც იქნება ქვეყანაში.
ამერიკაში, ხო? და ეს ნორმალურია, უბრალოდ გააჩნია კონტექსტი და გააჩნია სიტუაცია. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანმა იცოდა ძალიან კარგად რა ხდებოდა საქართველოში, იცოდა ძალიან კარგად, რომ არის 500-მდე ნაწამები ადამიანი, იცის ძალიან კარგად 51 ახალი პოლიტპატიმარი არის ციხეში, იცის ძალიან კარგად რა დღეში არის საქართველოს საზოგადოება. რომ კაფეო უნდა ყოფილიყო. მათი გზავნილიც, მათი საქციელიც უნდა ყოფილიყო მით უფრო მკაფიო, იმიტომ რომ სინამდვილეში დიპლომატიაში ფორმა ხშირად შინაარსიც არის ხოლმე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი საქციელით გვინდოდა მიგვენიშნებინა იმ არაადეკვატურობაზე, რომელსაც ნახეთ მათი მხრიდან და მე ვფიქრობ ეს ძალიან კონკრეტული ღია გზავნილია და მე ვფიქრობ ძალიან გასაგები იქნება ყოველთვის. ასევე შეგვიძლია შევაფასოთ მაგალითად დავითაშვილის ხო, აი ამაზე მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მართებთ თანმიმდევრულობა. ჩვენ ასევე ვნახეთ დავითაშვილის შეხვედრა ჯოშუა ჰაკთან, რომელიც არის სახელმწიფო ბრძოლის თანაშემწის მოადგილე და ამ ინფორმაციაზე ამ შეხვედრაზე უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ანუ იგივე შეგიძლიათ ახალი ადმინისტრაციის მიმართაც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ ეძახით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ან ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში ამ შემთხვევაში ხო გავრცელებულ ინფორმაციას ეს არის სრული პროპაგანდა როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის შემთხვევაში იყო მე აღებაც მოუწია ნებისმიერ შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებული სინამდვილეში რა ხდება ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო არის ეს შეხვედრები ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა უნდა დავითაშვილს ამერიკაში ხო დავითაშვილი ამერიკაში ჩასული არის სოფლიო ბანკთან შესახვედრად სოფლიო ბანკთან შესახვედრად ჩასული იმიტომ რომ ყველა ადამიანს ვისაც აქვს ინტერნეტი შეუძლია ეს გადაამოწმოს რომ საქართველოს პირველი კვარტალის მონაცემებით ვერ შეასრულა საქართველოს დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ საგარეო ვალის აღების გეგმა. ანუ 50%-მდე აქვს აღებული იმისა, რაც უნდა აიღოთ. ამიტომ მოუწიათ შიდა ვალის კიდევ უფრო გაზრდა, რაც ძალიან მავნებელია ეკონომიკისთვის, ვინაიდან ერთი ეს რესურსი ამოწურვადია და მეორე ეს ბევრად უფრო ძვირიჯდება ვიდრე ისეთი ორგანიზაციებიდან აღება, როგორც მაგალითად აქვს სოფლიო ბანკს, როგორც არის EBRD მაგალითად, ხო? და როგორც არის იდა ფინანსური ინტერესი იყო, ანუ ეს შეგიძლია დარწმუნებით შემიძლია თქვა ეს ინფორმაციაც მაქვს ამასთან დაკავშირებით, შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ის იყო სოფლიო ბანკთან შეხვედრაზე. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, სწორედ იმიტომ, რომ ის არის არალეგიტიმური, უჭირს თანხების აკუმულაცია საგარეო გზით და მას უწევს საშინაო ძალიან ძვირი ვალების აღება, რომელიც ამოწურვა მას აძლევს ახალი ადმინისტრაცია. არ აძლევს ახალი ადმინისტრაცია. სინამდვილეში ეს კაციც ესეც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, დანიშნული არის ბაიდენის მიერ და ის ჯერ არ ჩაუნაცვლებიათ, იმიტომ რომ საქართველოს და მთელი რიგი რეგიონების ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანს, ხო, ბატონ ჰაკზე არის საუბარი, მან არაერთხელ საჯაროდ უკვე 2024 წლის ბოლოსაც გააკრიტიკა ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება, მათ შორის ამ კრიტიკაზე ჩვენ გვახსოვს კალაძის და ბევრი სხვა ადამიანის პასუხი, რომ თითქოს ადამიანს, რომელსაც ყავს თანაშემწე და მე იმ თანაშემწეს ყავს მოადგილე, არ აქვს უფლება, რომ საგარეო განცხადება გააკეთოს ამერიკის სახელით. და ეხლა იმავე ადამიანთან ძალიან კონკრეტულ საკითხზე შეხვედრას, რომელიც კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ეხებოდა ჩინეთთან დაკავშირებულ დერეფანს. დებით მათი სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებას ამ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, იქამდე მხოლოდ პროპაგანდის საელჩო შემთხვევაში იყო, რომ საელჩო შემთხვევაში შეხვდა ელჩი ხელისუფლების წარმომადგენელს, მაგრამ შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენელი ცადეს ეს გაესაღებინათ როგორც ლეგიტიმაციის მინიჭება. სინამდვილეში საელჩოს ისევე როგორც ყველა დიპლომატიური წარმომადგენელი ასევე არის მოწინააღმდეგეებთან დამაკავშირებელი ინსტრუმენტის და მან ღიად განმარტა, რომ ეს იყო შეხვედრა ჩინეთის მზადსაფრთხეზე რეგიონში და ეს იყო შეხვედრა იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, როდესაც მან გადაწყვიტა ჩინეთის კონსორციუმისთვის გადაეცა მათ შორის ამერიკის და სოფლიო ბანკის მიერ დასანქცირებული კონსორციუმისთვის გადაეცა ანაკლის პორტი. სწორედ ამ შემთხვევაში თქვენ რომ ნახოთ ყველა მისი განცხადება ამ კაცის ბატონი ჰაკის ყოველთვის ეხებოდა ჩინეთის გავლენას. ამიტომ იქნება კიდევ მეტი ინფორმაციის მიღება ამ საკითხზე რა უთხრეს ოცნების წარმომადგენლებს შეერთებულ შტატებში. ჩამოვაყალიბო რა მოხდა სინამდვილეში რომ არ მისცეს არ მივცეთ საშუალება დე-ფაქტო ხელისუფლებას რომ მანიპულაცია მოახდინოს ადამიანთა აზრით. ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, მათ აკლდებათ საგარეო ვალი, ამ საგარეო ვალისთვის რაღაცნაირად სათხოვნელად ჩავიდნენ იქ, სადაც საგარეო ვალი არის ხოლმე ყველაზე უფრო იაფი, ეს არის სოფლიო ბანკი, მაგრამ სოფლიო ბანკს ორი დიდი ორგანიზაცია აქვს, EBRD და იდა, რომელიც ძალიან ხელსაყრელს ესხებს იძლევიან ქვეყნების შემთხვევაში, განსაკუთრებით განვითარებად რეგიონებში და სწორედ ამიტომ იქ იყო ჩასული, აი ეს გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და კიდევ ერთხელ გაუგზავნა ღია გზავნილი თანაშემწის მოადგილის პირით
რომელთაც აუცილებლად იქნებოდა გაკრიტიკებული ჩინეთის გავლენისგან და რუსეთის გავლენისგან და საქართველოში და დარწმუნებული ვარ ამასთან დაკავშირებით განცხადებას. რატო გეკითხებით იცით გიორგი, ეხლა დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ეს სხვა ფორმითაც შეიძლება. ეხლა რატომ გისვამთ ამ ლეგიტიმაციის მინიჭება რო სულდეთ ხო წარმოიდგინეთ რა ფორმით შეიძლება რა. ამავე სტუდიაში ძალიან ბევრი პოლიტიკოს და ექსპერტს უსაუბრია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მთელს ამ პროცესში იმ პროტესტის პარალელურად, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში, უნდა იყოს ის, რომ არსებული სტატუს-კვოს, ანუ არსებული სურათის შენარჩუნება მოხდეს არაღიარების კუთხით. ამიტომ არის საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? ამ პროცესში კრიტიკული როლი აქვს შეერთებული შტატების პოზიციონირებას და ჩვენ რა გზავნილებით ვნახეთ ამ დრომდე ნამდვილად მიუთითებს ამ ვითარებაში კრიზისულ სიტუაციაზე, ხო? იმიტომ რომ ორი განცხადება ვნახეთ, რომლის მიხედვითაც ოცნებას მოუწოდებს ახალი ადმინისტრაცია, რომ თუნდა პოზიტიური, ასე ვთქვათ, ნიშნები გამოჩნდეს. ანაბიჯები უნდა გადადოს. ხო, სერიოზული დამოკიდებულება შეგიძლიათ აჩვენოთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვაქვს მოსმენილი და აი ამ ვიце-პრეზიდენტის ამ პროცესში ხო, აი ამ პროცესში რა უნდა გაკეთდეს? აი ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ ერთ განსხვავებას. ჩვენ ვუყურებთ არა მათი ძალაუფლების არაღიარებას, არამედ მათი ლეგიტიმაციის არაღიარებას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. როდესაც ისეთ არალეგიტიმურ ძალას, როგორც ქართული ოცნება, შესაძლოა ჰქონდეს დე-ფაქტო ძალაუფლება, რომ ჩვენზე იძალადოს და ბევრი სხვა ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრივი საქმიანობა აწარმოოს, ხო? სინამდვილეში მათ დე-ფაქტო ძალაუფლებას ყველა აღიარებს. უბრალოდ მათ არალეგიტიმურობას არავინ აღიარებს და ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ დე-ფაქტო ძალაუფლება არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს თუ არალეგიტიმაცია ახლავს თან და არ შეიძლება იყოს ისეთი ეფექტური, ისეთი მოქნილი და ისეთი ძლიერი, როგორც სახელმწიფოებრიობას სჭირდება. სწორედ ამას გულისხმობს მაგალითად ის არასრული პარლამენტი, რომელიც არის და რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მაგალითად, რომ თუ დასჭირდათ ახალ მოსამართლეებს ვერ დაამტკიცებთ, იმიტომ რომ მათ უბრალოდ ხმა არ ეყოფათ, ხო? იმიტომ რომ ის პარლამენტი გარდა იმისა, რომ არალეგიტიმურია, ფუნქციონირებითაც კი ვერ ახერხებს, რომ სრულფასოვანი იყოს. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ის კი არ უნდა გვაშფოთებდეს, რომ ვიღაც წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან მათ ხვდებიან და გადასცემენ ღია გზავნილებს, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა დაიხიონ უკან, რა არის მათგან მოსალოდნელი, როგორც მათი უკან დახევის საშუალებები, ხო? სინამდვილეში ჩვენ უნდა გვაშფოთებდეს ის, რა მდგომარეობაში ვიქნებით, მანამდე სანამ უკან არ დაიხევენ. სწორედ ამიტომ კიდევ უფრო დიდი კონსოლიდაცია გვმართებს და რა თქმა უნდა, ზეწოლა და თანმიმდევრულობა ამ შემთხვევაში არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სწორედ ჩვენმა თანმიმდევრულობამ, ჩვენმა ზეწოლამ აიძულა ქართული ოცნება რომ ჩამდგარიყო თავდაცვით პოზიციაში, სწორედ ჩვენმა თანმიმდევრულობამ მისცა ინსპირაცია მთელ დემოკრატიულ სამყაროს არ ეღიარებინა მათი ლეგიტიმაცია და ის რომ მათ დე-ფაქტო ძალაუფლება აქვს, ეს მხოლოდ დროებითია. და ამას გამოხატავს სწორედ ეს შეხვედრები, რომელიც მათ აქვს იმ დონეზე რაც აქვს და მათ შორის კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ ჩვენ საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა ნიუ-დელის უნივერსიტეტის რექტორს და ესეც კი გააშუქეს და იმ ხელისუფლებას, რომელსაც ჭირდება ლეგიტიმაციისთვის რაღაცნაირად აი ესეთი რომელიმე ქვეყნის, რომელიმე ქალაქის უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის გაპიარება, დიდი დღე არ უწევია. კარგი. ხო, მე მგონი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი შევთანხმდეთ, რომ უკავშირდება იმას რეალურად რა გზავნილები მიიღო ადგილზე ქართული ოცნების ხელისუფლებამ, შეერთებული შტატების წარმომადგენლების მხრიდან და ბოლოს მინდა გთხოვოთ იმ სურათზე პასუხი, რაც აღწერე ხა რეალურად რაც ხდება ხო სამშვიდობო გეგმის ირგვლივ რა განცხადებებიც არის გაკეთებული ყველა მხრიდან იქ კრემლის პოზიციონირება ცნობილია ასევე თეთრი სახლი უარყოფს ზელენსკისადმი ულტიმატუმს თუ ამბობს რომ იწურება ტრამპის მოთმინება აი რა ტიპის სურათზე მიუთითებს ახლა ეს მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ის რომ ძალიან კარგად აჩვენა ამ პროცესმა რომ უკრაინას და ევროპულ პარტნიორებს აქვს ძალიან ღია და მკაფიო გზავნილი, მათ აქვს ძალიან შეთანხმებული გზავნილი ერთმანეთთან და მათ აქვს ძალიან მყარი პოზიციები, მათ შორის სუვერენიტეტის აღქმასა და იმ კონკრეტულ დათმობებს შორის, რაც მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან. ეს სწორედ გვაფიქრებინებს ჩვენ ყველას, რომ ევროპისა და უკრაინის მხრიდან, რა თქმა უნდა, არ იქნება დათმობა. აი ეს ამ შემთხვევაში აუცილებლად მისცემს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციასაც გზას სწორი არჩევანის გასაკეთებლად. იმიტომ რომ ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, როდესაც გავიხსენებთ ყველა სხვა საერთაშორისო კონფლიქტს, რომელიც მოგვარებულა ამერიკის მედიაციით და ამის ყველაზე ცნობილი გამოხატულება არის უინსტონ ჩერჩილის სიტყვები, რომელიც დედით ამერიკელი იყო და ძალიან კარგად იცნობდა ამ ქვეყანას. მან თქვა, რომ ამერიკელები ყოველთვის მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, როდესაც მოსინჯავენ ყველა სხვას. ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ აი ეს ევროპისა და უკრაინის მტკიცე პოზიცია, დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობა ამ შემთხვევაში აუცილებლად ამერიკის ახალ ადმინისტრაციასაც აჩვენებს იმ სწორ გზას, რომელთაც შეიძლება
აი ამ კონფლიქტის მოგვარებას, რუსეთის უკან დახევას და რა თქმა უნდა, მათ შორის იმ რეგიონიდანაც და ჩვენი რეგიონიდანაც ავტორიტარული ძალების გასვლას საბოლოოდ, რაც საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იტანჯება ავტორიტარიზმით, რუსეთიდან და ირანიდან და ჩინეთიდან ნაკვები ავტორიტარიზმით, მისცემს საშუალებას, რომ ამოისუნთქოს და იგზნოს თავი ევროპული ოჯახის ნაწილად. დიდი მადლობა, მე მგონი ძალიან კარგი სურვილები აქვს, ნახოთ როგორ იმედი მაქვს, რომ ასე იქნება სწორედ, ოღონდ ახლო მომავალში. დაგემშვიდობები, გიორგი.